გამარჯობა, ვაგრძელებ საუბარს ადამიანის ემბრიონული განვითარების მეორე პერიოდზე, კონკრეტულად მესამე კვირაზე. როგორც გვახსოვს, მესამე კვირა იწყება ძალიან მნიშვნელოვანი პროცესით, რომელსაც გასტრულაცია ეწოდება. შემდგომ განვიხილეთ ქორდის ჩამოყალიბება და წინა ლექციაში საუბარი დავასრულე მეზოდერმული სტრუქტურების ჩამოყალიბებაზე. დღეს დაწვრილებით უნდა განვიხილოთ მეზოდერმული სტრუქტურები, იქიდან გამომდინარე, რომ ამ ნაწილებისგან ყალიბდება სხვადასხვა ორგანოები და ძალზედ მნიშვნელოვანია ეს ყოველივე. როგორც გვახსოვს, მეზოდერმული სტრუქტურები წარმოქმნილი არის სამ ნაწილად, ეს არის ქორდის ახლო მეზოდერმა, რომელიც აი აქ ქორდასთან ახლოშია მოთავსებული, შემდგომ შუამდებარე მეზოდერმა და ლატერალური მეზოდერმა. გასაგებია ასეთი სახელები ქორდასთან მიმართებაში, მდებარეობასთან მიმართებაში აქვს მინიჭებული. რაც შეეხება ახლა მეორე სურათს, აქ უფრო ახლო ხედში და მოგვიანებითი პროცესში არის ნაჩვენები, ეს წინა ნაწილი, აი ამ ფირფიტის და აქეთ ამ მხარეს კი ჩვენ ვხედავთ ამ ფირფიტას, ანუ ჩანასახოვან ფირფიტას, ოღონდ Z-ხედში, ანუ ზემოდან ვუყურებთ, აი რო წარმოვიდგინოთ Z-ნაწილია ნაჩვენები. ახლა განვიხილოთ თითოეული მათგანი. აქ უკვე ჩვენ ვხედავთ, რომ აი ეს ქორდის ახლო მეზოდერმა წარმოდგენილი არის სხვა სახელით, ანუ სომიტით. ეს იქიდან გამომდინარე, რომ ზუსტად ქორდის ახლო მეზოდერმა მთავარი პროდუქტი არის სომიტის ჩამოყალიბების. ეხლა რა არის სომიტი? სომიტი ორი, ანუ წყვილ-წყვილად გვაქვს, ეს არის აი აქეთ ამ მხარეს და აქეთ მოთავსებული, ანუ მარჯვნიდან მარცხნივ, ქორდის მარჯვნიდან მარცხნივ მოთავსებული და დაახლოებით 30 დღემდე, ანუ განვითარების 30 დღემდე ყალიბდება, რაოდენობრივად დასაწყისში არის 42-44 წყვილი, შემდგომ ადამიანში 37 წვილამდე ჩამოდის. და ახლა რის ჩამოყალიბებაში იღებენ მონაწილეობას ისინი? ეს არის ჩონჩხი, განივზოლიანი კუნთები და დერმა. ოღონდ დერმა ზურგის და ანუ უკანა ნაწილში წარმოდგენილი, აი კეფის, ზურგის და კეფის ნაწილში. და მიგრაციის პროცესში, ანუ განვითარების პროცესში თუ არ მოხდა მათი სამიზნე წერტილამდე მისვლა, ან სრულად არ განვითარდა და ასე შემდგომ ვითარდება ეგრეთ წოდებული კაუდალური დისპლაზია და კონკრეტულად ქორდის ახლო მეზოდერმიდან განვითარებული კაუდალური დისპლაზია წარმოდგენილი არის ხერხემლის დეფორმაციებით. რაც შეეხება ახლა შუამდებარე მეზოდერმას, აქედან ვითარდება შარდ-წარმომქმნელი და შარდ-გამომყოფი სისტემა, ეს არის თირკმელი, თირკმლის მენჯი და შარდსაწვეთი. გარდა ამისა, სასქესო სისტემაც და კონკრეტულად მდედრობის სქესში საკვერცხე, მამრობითში სათესლე. შესაბამისად, აქაც თუ განვითარდა ეს კაუდალური, ეგრეთ წოდებული კაუდალური დისპლაზია, ვითარდება თირკმლის ანომალიების სახით. რაც შეეხება ლატერალურ მეზოდერმას, იგი განლაგებული არის აი ამ ნაწილში და მოგვიანებით აი ამ სურათზე ხედავთ, რომ ორ ფურცელს წარმოქმნის, აი აქ არის სომატოპლევრის სახით წარმოდგენილი და სპლანქნოპლევრის სახით. აი სომატოპლევრა თავის მხრივ მჭიდროდ არის დაკავშირებული ზედა შრესთან, ანუ ექტოდერმული შრე, რაც აქ უკვე არის ნერვული ფირფიტის სახით წარმოდგენილი, მაგრამ აი ეს ნაწილი ექტოდერმული ნაწილთან არის მჭიდროდ დაკავშირებული და მისგან ყალიბდება კიდურების ნაწილები, დერმა ოღონდ ამ შემთხვევაში ვენტრალური ნაწილის, ანუ მუცლის ნაწილის, წინა ნაწილის და პარიესული ფურცლები, ეს არის პლევრის, პერიტონეუმის და პერიკარდიუმის. რაც შეეხება ახლა აქ ქვედა ნაწილში მოთავსებული, ანუ ყვითრის მეორადი ყვითრის პარკისკენ მოთავსებულს, ანუ სპლანქნოპლევრის შემთხვევაში, იგი აყალიბებს გულს, სისხლძარღვებს, საჭმლის მომნელებელი სისტემის გლუვკუნთებსა და შემაერთებელ ქსოვილს. გარდა ამისა, ვისცერალურ სეროზულ გარსებს და ისევე ბუნებრივია, ანუ ორგანოს, რომელიც დაფარავს, ეს პლევრაში, პერიკარდიუმში და პერიტონეუმში. აქ განვითარებული, თქვათ, მიგრაციის პროცესში რაიმე ხარვეზი გვაძლევს მაგალითად გულის თანდაყოლილ მანკებს. რაც შეეხება ახლა ამ ნახატში ჩვენ ვხედავთ, რომ აი ეს ნაწილი, აი რომელიც ჩანასახის ცელომის ღრუთი არის მონიშნული, აქ Z-ხედში წარმოდგენილი არის ნალის ფორმის. აი ესეთი ნალის ფორმის არის, რომელიც აი წინა ნაწილში ესე წრეს არტყავს და რკალის ფორმას, ნალის ფორმას იღებს. აი წარმოიდგინეთ ეს რო ასე წინ წამოვიდეს და აი აქეთ დაბრუნდეს. ეს რითია მნიშვნელოვანი და რა ქვია ახლა ამას? ამას ქვია ჩანასახის ცელომის ღრუ, რომელიც თავის მხრივ დასაბამს აძლევს პლევრის ღრუს, პერიკარდიუმის ღრუს და პერიტონეუმის ღრუს. გარდა ამისა, მნიშვნელოვანი აქ არის კიდევ ის მომენტი, რომ თვითონ აი ეს ჩანასახის ცელომის ღრუ მოთავსებული არის
წინა ნაწილში არის კარდიოგენურ არეს ვეძახით ამ ნაწილს და აი აქ უკანა ნაწილში აღნიშნული არ არის, მაგრამ რო წარმოვიდგინოთ, არის განივი ძგიდე, ეგრეთ წოდებული განივი ძგიდე და ამ განივი ძგიდიდან კი დიაფრაგმა წარმოიქმნება. აი როგორც ხედავთ, საკმაოდ მნიშვნელოვანი პროცესები მიმდინარეობს და ეს განსახილველი საკითხია. რაც შეეხება ახლა შემდგომ პროცესებს, რომელიც უკვე მეოთხე კვირას იქნება განსახილველი, აქ უკვე ნაწილობრივ წარმოდგენილია, თქვათ, ნერვული ფირფიტის წარმოქმნით. ამას უკვე განვიხილავთ შემდგომ ლექციებზე. დიდი მადლობა ყურადღებისათვის.